25 დარბაზში ახლა დაიწყება პროცესი გიგიაძის ყოფილი დიპლომატი დაბარებულია საქალაქო სასამართლოში იმისთვის რომ გზის ხელოვნურად გადაკეტვაში იღებდა მონაწილეობას თუმცა როგორც თავად გიგიაძე ასევე მისი ინტერესების დამცველი ამტკიცებს რომ აქცია რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო მსვლელობა გზის ხელოვნურად გადაკეტვა არ მომხდარა და ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოში გარდა ამისა გიგიაძე არ არის ერთადერთი ვის საქმეზეც დღეს მსჯელობენ საქალაქო სასამართლოში აქ არიან სტუდენტები რომელსაც ამავე დღეს გზის გადაკეტვას ედავებიან და აქ არის ადვოკატიც გიორგი კონდახიშვილი რომელსაც ასევე გზის გადაკეტვას ისევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებულ მსვლელობის დროს ედავებიან როგორც კონდახიშვილიც ამბობს საერთოდ მტკიცებულება არ არსებობს და ის ვიდეო რაც წარდგენილია საქალაქო სასამართლოში რომელიც თითქოს მის სამართალდარღვევას ასახავს რეალურად საპირისპიროს ამტკიცებს აჩვენეს კადრები კარგად რომ ხალხმრავალი იყო აქცია ამ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და შესაბამისად დაიწყო მსვლელობა რომელიც გაგრძელდა რუსთაველის მიმართულებით გიგიაძეს ედავებიან რომ თითქოს მან 2024 წლის 17 დეკემბერს გადაკეტა გზის სავალი ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე ეს არ შეესაბამება სინამდვილეს მტკიცებულებები რაღაც ვიდეოები ტელევიზიიდან ამოღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს წარმოდგენილი მაგრამ ეს ვიდეოები სავსებით არ ადასტურებს სრულებით არ ადასტურებს იმას რომ ჩადენილი იყო სამართალდარღვევა გიგიაძის მხრიდან დამიკავშირდნენ სასამართლოდან თავიდან მეგონა ხუმრობა და მითხრეს რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 მედევენ თითქოს და მოხდა ჩემს მიერ გზის ხელოვნური გადაკეტვა პარადოქსია მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ძველი ბიჭები ეგრეთ წოდებული ტიტუშკები მოძალადები არიან დაუჟევნი არც ერთი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუვლენია გამოძიებას არ გაუხსნენ მაშინ როდესაც ყოველდღიურად პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს, ხელოვან ადამიანებს ატარებენ სასამართლოში, აჯანიმებენ და აკავებენ და აპატიმრებენ. ეს არის პირდაპირ ინსტრუმენტი უკანონო დევნის, რომ ამ ადამიანებს აეგრძალოს, რომ ჩვენ აგვეგრძალოს აქციებზე სიარული. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ასევე საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა შეძენას. ედავებიან ახალგაზრდა მიმართა მოსამართლესაც უთხრა, რომ ის რუსეთიდან დევნილია, ის იღებდა როგორც ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობას რუსეთში, ასევე შეუერთდა ანტირუსულ აქციებს საქართველოში და თვლის, რომ მისი დაკავებაც არის სწორედ მისი პოზიციის დაფიქსირების გამო. გარდა ამისა, მოსამართლეს მან განუმარტა თავის სიტყვაში, რომ ის ქვეყნიდან წასვლას არაპირებს, საქართველოს დატოვებას არაპირებს, მას ყავს მეუღლე, აქვს ბინადრობის უფლება და თვლის, რომ მიმალვის საფრთხეზეც პროკურატურა აპელირებს რეალურად უსაფუძვლოა. გარდა ამისა, მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ის გარემოებები, მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს წარდგენილი, რეალურად უნდა ჩაიხსნას მტკიცებულებების ნუსხიდან, რადგან თვლის, რომ ოქმებში არის შეუსაბამობები, იდენტური ჩვენებებია, როგორც პოლიციელის მხრიდან, ასევე თარჯიმნის მხრიდან, არის იდენტური წინადადებები, ძალიან ბევრი დამთხოვა არის ამ ჩვენებებს შორის და სწორედ ამიტომ თვლიდა ადვოკატი, რომ ეს ჩვენება არ უნდა დართულიყო საქმეში, თუმცა მისი არც ერთი არგუმენტი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, საქმე არსებით განხილვას გადაეცა და შესაბამისად ამ მტკიცებულებების სანდოობასთან დაკავშირებით უკვე მომდევნო სხდომებზე იმსჯელებს მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი. მე მაქვს საბუთი რომ ვარ პოლიტიკური დევნილი რუსეთიდან. როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემთვის გახდა ცნობილი რომ რუსეთის ფედერაციას აბრალებდნენ რომ ისე როდა საქართველოს შიდა საქმიანობაში. იქიდან გამომდინარე რომ რუსეთის მოქალაქეების გარდა საქართველოს მოქალაქეებიც დააკავეს, მაქვს ეჭვი რომ ჩვენს პროტესტში მონაწილეობას მოჰყვა ეს ქმედება. თქვენთვის ეს საქმეები ცნობილი უნდა იყოს, რადგან იმ საქმეებსაც თქვენი ხილავთ. ჩემს წარსულში რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ქმედებებიდან გამომდინარე უკან დასაბრუნებელი გზა არ მაქვს. საქართველოს ტერიტორიაზე მაქვს მუდმივი საცხოვრებელი ბინა და ცოლს შეუძლია დამიდგეს თავდებში, რომ მე არსად გაქცევას არ ვაპირებ. მე ორივე მხარის გარემოებებს ვხებულობ, დაცვის და ბრალდების. მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება ჩემი საკითხი, შუამდგომლობ იმაზე, რომ ვინიცობა არ გამიშვან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი.
საქალაქო სასამართლოში გრძელდება როგორც ადმინისტრაციული წესით საქმეებზე განხილვები, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც მიმდინარეობს, მათ შორის ხვალ იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი. ერთი ეს არის საბა სხვიტერძის და კიდევ თედო აბრამიძის, რომლებიც აქციების დროს არიან დაკავებულები. შესაბამისად, ხვალაც გაგრძელდება როგორც სისხლის სამართლის საქმეებზე დაწყებულ გამოძიებებზე სასამართლო პროცესები, ასევე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით წარმოებული საქმეები.